საქართველოს თითქმის ნახევარი ტყეა, 44%, რაც 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში საშუალოდ. ყოველი მესამე ხე თუ ბუჩქი ქართულ ტყეებში ენდემურია, სხვაგან არსად არის. და ტყის ეს მოცულობა 50 მილიონ ტონამდე ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის. ამ უზარმაზარ ფილტვებს დაზიანებისგან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იცავს და დარაჯობს. საჭირო არის როგორც სანიტარული ჭრა, ასევე განახლება, რომლის მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად მუშაობთ ორივე მიმართულებით და აქვე მინდა ვთქვათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პრიორიტეტი არის ტყის დაცვა იმ ადამიანური რესურსის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად დავიცვათ ტყე სხვადასხვა ბრაკონიერების ცდელობისგან და მინდა ვთქვა, რომ გამოვლინებები საკმაოდ მაღალია. რეაგირება სამინისტროს ძალიან გამკაცრებული აქვს, მათ შორის გახსოვთ, რომ პრემიერის ინიციატივით გამკაცდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო ხე-ტყის ჭრასთან მიმართებით. სადამსჯელო ზომების გამკაცრების მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ხე-ტყის უკანონოდ ჭრისა და ტრანსპორტირების 500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის თბილისის პარკებშიც კი. დანაშაულის სქემებს ისინი სულ უფრო ხვეწენ. სვანეთში მაგალითად ხეების გადასატანად ბენზინ მზიდ ცისტერნებს იყენებენ. სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული 16 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის ფიცარი მოქალაქეს ბენზინ მზიდის ძარაზე მოწყობილ სამალავში ჰქონდა მოთავსებული. უკანონო ჭრა, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა გამოსწორებულია, ჯერ კიდევ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სექტორში. ეს არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემა, რომელსაც ასევე კომპლექსური გადაწყვეტილებები სჭირდება მოგვარებისთვის. და ეს ტვირთი რეინჯერებზეა, რომლებსაც 24 საათიან რეჟიმში უწევთ ტყესა და ღრეში პატრულირება. მათ მოტივირებას მინისტრი პირად ამოცანად მიიჩნევს. გამარჯობა, მოგესალმებით. მარკეტად შესაბამისი სამუშაო გარემო პირობები თავისთავად ცხადია, ვერც საქმე გამოვა. დაცვა ხორციელდება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის ფოტოხაფანგებით, დრონებით, 360 გრადუსიანი ხედვის კამერებით და სხვადასხვა აღჭურვილობით. რაც ზოგავს ადამიანურ რესურსებს და გაცილებით ეფექტური ხდება კონტროლი, გულისხმობ დრონებს, გულისხმობ ფოტოხაფანგებს, სმარტ პატრულირების სისტემებს, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები იყენებენ და ამანაც ნამდვილად მოახდინეს შედეგი. არანაკლები შედეგი მოაქვს პერსონალისადმი პირად ყურადღებას და კომუნიკაციას, რაც ხშირად მეტ მოტივაციას იძლევა, ვიდრე სატრანსპორტო ან სხვა ტექნიკური საშუალებები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილზე გავეცნოთ რეგიონული სამსახურების მუშაობას, სამუშაო გარემოს. ბატონი მინისტრი, რომელიც გაეცნო ჩვენს საქმესა და ასევე გავაცანეთ ჩვენი სამომავლო გეგმები, საქმის სირთულიდან გამომდინარე, რომელიც არც თუ ისე იშვიათია ჩვენ სფეროში, გამოიყენება წახალისების ფორმა, რომელიც ჩვენ ვფიქრობ, რომ ჩვენ დასაქმებულთათვის ძალზედ მნიშვნელოვანი არის. პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოვდივარ, ამიტომ ეს გამოცდილებაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადადიხარ, იმიტომ რომ ფაქტობრივად სისტემურობა და ეფექტურობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც აუცილებლად გჭირდება, რომ დიდი სტრუქტურა მართვა. 16 სააგენტოთი, რომელთა მიმართულება ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველაზე დიდი სტრუქტურაა. შესაბამისად, ინტენსიური შიდა კომუნიკაციის გარეშე მისი მართვა არაეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული მიმართულებები არის, როდესაც ერთიანი ხედვა არსებობს, უკვე ადვილად მიდის სამუშაო პროცესი და უკვე რუტინის გარდა გააქვს შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული იყო სიახლეებზე, მაქსიმალურად ორიენტირებული იყო რეფორმებზე. სამუშაო პირობების გაუმჯობესება გაზრდის თანამშრომლებთან მუშაობის ხარისხს. შესაბამისად, სამცხე ჯავახეთში მთავარი გამოწვევების უკანონო ტყის სარგებლობისა და ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა და ზოგადად გარემოს დაცვითი კონტროლი უფრო ეფექტიანი გახდა. დაინტერესდა ჩვენი საჭიროებით და რეგიონში არსებული გამოწვევებით. მინისტრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ვიგრძენით. გამოწვევათა შორის კი მთავარი ადამიანთა ჯგუფია, რომელიც გართობისა თუ პირადი გამორჩენისთვის ანადგურებს ფლორას, ფაუნას. გამოწვევაა მათი სოციალური გარემოც, სადაც ასეთ პრაქტიკას გაგებით ეკიდებიან. პრობლემად კი გარემოს დამცველებს მიიჩნევენ. ჩვენი რეინჯერთა სამსახური 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ ტერიტორიების დაცვას და შესაბამისად ეს იწვევს გარკვეულ ნეგატიურ დამოკიდებულებას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც, ესე ვთქვათ,
განსაზღვრული აქვს ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ყოველგვარი დაშვების გარეშე მათ მოახდინონ სხვადასხვა სახეობებზე ნადირობა თუ თევზჭერა და ასევე გარკვეულწილად ხის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. უკვე დამდგარი შედეგებისა და ეკოგანათლების ფონზე ხალხის ეს ჯგუფი მცირდება, თუმცა არასაკმარისი ტემპითა და მასშტაბით. მათ დასჯას კი, როგორც ბრძოლის ერთადერთ მექანიზმს, სათანადო ეფექტი არ მოაქვს. ჩვენი მიზანი პრევენცია არა და არა დასჯა, ჩვენ მუშაობთ ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვითი ცნობიერება, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს, ვიდრე დღეს შეიძლება იყოს ქვეყანაში. ამას კი ახალ თაობასთან მეტი მუშაობა სჭირდება, მათ შორის სკოლის მერხიდან, რადგან ბავშვების საშუალებით უფროს თაობამდე ახალი ინფორმაცია უკეთ მიდის, ვიდრე ფორმალური არხებით. ძალიან მნიშვნელოვანია ათვალსარისით ადამიანების ცნობიერების ამაღლება, ამ პროექტების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, არ დავაგვიანოთ, დავანაგვიანოთ, არ დავაბინძუროთ და უკვე ბაღის ასაკიდან, სკოლის ასაკიდან ჩვენ მოქალაქეებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს უნდა გქონდეს განსაკუთრებული ცოდნა. სამინისტროში ამ მიზანს ცალკე სააგენტო ემსახურება. ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ასევე სხვადასხვა ტრენინგ პროგრამები და ჯილდოები მიღწევებისთვის. თითოეული მასწავლებლის როლი, როგორც საბავშვო ბაღების, ასევე სკოლის პერიოდში, როდესაც ყალიბდება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როდესაც ბავშვები და სწავლობენ, იმ მნიშვნელობას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით ეს განსაკუთრებულად აღნიშნვის ღირსი არის და თავისთავად ცხადია, უნდა მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ თითოეულ მასწავლებელს, რომელსაც ასეთი წვლილი აქვს. ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლი გარემოს მოფრთხილებას. ჩვენ საერთო სახლს დედამიწას ხო ნამდვილად მოფრთხილება ჭირდება და საფუძველი ესე ადრეულ ასაკიდან დაწყებული ვფიქრობ, რომ შედეგს ნამდვილად გამოიღებს. საქართველოში ხდება ბევრი ისეთი კანონის მიღება, რომელიც თქვათ ევროპა მოითხოვს იგივე ასოცირების ხელშეკრულების გამო და სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებების და მემორანდუმებს, რომელსაც ჩვენ უერთდებით, მაგრამ ამისი გააზრება არ ხდება ხოლმე ჩვენ ქვეყანაში მოსახლეობის მიმართ. და ამან არაერთი ენდემური ჯიში სრულად გაანადგურა საქართველოში. ბევრი გადაშენების პირას მიიყვანა. მათ გადასარჩენად საგანგებო ღონისძიებები ტარდება, რაც დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს, განსაკუთრებით როცა საქმე ტყის აღდგენას ეხება. იმერული მუხის, რომელიც წითელი მუხის სახეობა და საქართველოს ენდემია არის ჩვენი ქვეყნისთვის, მისი აღდგენის პროექტი მიმდინარეობს აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე, ასევე გვაქვს სხვადასხვა პროექტები ჭალის ტყის ეკოსისტემების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს სამიზნე მაჩვენებელიც 2030 წლისთვის არანაკლებ 20,000 ჰექტარზე უნდა იყოს ნაწარმოები. ასეთი სამუშაოები ყოველწლიურად თითქმის 2,000 ჰექტარზე მეტ ფართობზე ვახორციელებთ ტყის აღდგენის სამუშაოებს. თუმცა ფლორას გარდა ფაუნაც საფრთხეშია. ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც გამოქვაბულის ეპოქის ნოსტალგია აქვს, გზად არაფერს ინდობს. დიდ გამოწვევად დარჩა ეგრეთ წოდებული მანუკები, ანუ აი, როდესაც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა არის წყერზე განსაკუთრებით და ბრაკონიერობა მანდ მიდის ისევ დიდი მასშტაბით და ასევე ბრაკონიერობას აღნიშნავდი ეს დენით აპარატით თევზაობა, რომელიც ჩემის აზრით 21 საუკუნეში ამაზე საუბარი აი საერთოდ სირცხვილია და აქ რაღაცა მოსახლეობის და ყველას რაღაც ერთად თანადგომა არის საჭირო იმაში, რომ ადამიანს აზრათაც აღარ მოუვიდეს, რომ დენის აპარატი ჩაყოს წყალში. დენის აპარატიც და ასაფეთქებლებიც, ასევე სახლართი ბადეები, რასაც ბევრგან დღემდე იყენებენ და 1000-ჯერ მეტ თევზს სანადგურებენ, ვიდრე იჭერენ, სპობენ წყლის ხარისხს და თევზის გამრავლების შესაძლებლობას. ავში არეტეო. აჰა, აბა, ამ ბადეებს ბრაკონიერები წყალში ფარდასავით კიდებენ, რაც თევზს სრულად ანადგურებს. მათი აღმოჩენა რთულია. ადგილობრივი აქტივისტებისა და რეინჯერების თანამშრომლობა კი ერთ-ერთი გამოსავალი. SMS-ით ჩაგიგდებ. იმიტომ რომ რამდენიმე გზა არის აქ და ეხლა რომელი მოდის არ ვიცით, ეხლა ჩვენ ნავით შემოვედით პლატინიდან. ჩააგდეთ აბა კოორდინატები კარგი. ამ ნომერზე, აი. ჩვენ აქ ვიქნებით.
ამ პრობლემაზე კიდევ ერთი პასუხი ახალი თევზის მასობრივი გაშვებაა. მხოლოდ წელს გარემოს დაცვის სააგენტომ ტბასა და მდინარეებში 9 მილიონზე მეტი წითელი ნუსხის ლიფსიტა გაუშვა. ფლორისა და ფაუნის აღდგენით პროექტებში მთავრობას მხარში ივანიშვილის ფონდი ქართულ დგას, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. რაც შეიძლება მეტი ქველმოქმედება მოხდეს და ამ კუთხით ჩემის აზრით ბევრია სამუშაო, იმიტომ რომ საზოგადოებასთან ერთად ჩართულობის შემდგომ დაცვის ხარისხი მატულობს ძალიან მაგარი. ათობით სხვა ქართველ მილიარდერს შორის მხოლოდ ივანიშვილია, რომელიც გარემოს დაცვისთვის მასშტაბურ ქველმოქმედებას წევს და თუ ეს შეიცვალა, ქართული ეკოლოგია მნიშვნელოვან ბიძგს მიიღებს. თუმცა არანაკლები ეფექტი მოაქვს საზოგადოების ჩართულობასაც. რაც უფრო მეტი ადამიანი და ბიზნესი იქნება ჩართული გარემოს დაცვის სხვადასხვა პროექტებში, ბევრად გაუფრთხილდებიან და ბევრად მეტი ის იქნება შედეგი. თაწმინდის ფერდის განახლების პროექტში ერთადერთი მოთხოვნა, რაც ქართულს ჰქონდა თავიდან, რომ მაქსიმალურად ჩართეთ ადგილობრივი ექსპერტები, რომ გაიზარდონ ადგილობრივი ექსპერტები და ჰქონდეთ გამოცდილება ესეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებაში და აი ბოტანიკოსები იყვნენ, ზოოლოგები იყვნენ, ტურიზმის სპეციალისტები, ურბანისტები თუ სხვა ეგეთი ტიპის გეოლოგები, ყველანი ადგილობრივი იქნა, ყვანი თბილისში გატყიანების პროექტებს გარდა ფონდი ქართულ ხოხბის, გნოლისა თუ მწყერის სანაშენე მეურნეობებსაც აფინანსებს, საიდანაც ფრინველს ტყეში მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემურად უშვებენ. კაკაბი, გნოლი, ხოხობი თაწმინდის ტყესაც უბრუნდება. მხოლოდ შარშან 2500-ზე მეტი ხოხობი და კაკაბი გაუშვეს ბუნებაში. უკვე არის მონაცემებიც, რომ ფრინველმა თავისით დაიწყო გამრავლება, რაც სანადირო ტურიზმის განვითარების პერსპექტივას იძლევა. უკვე შეამჩნიეს ლაპები პატარები რა. ეს ძალიან კარგია, შარშანაზე გაუშვით იქიდან 5 ბუდოვაც რო ყოფილი იყოს, ესე იგი იქნება არაჩვეულებრივი მატერი. ველური ხოხობი, კოლხური ხოხობი, ესეთი სწრაფი ფრინველი არ არსებობს და ასე რომ მტაცებელიც ბევრს ვერაფერს ვერ აკლებს. ბიომრავალფეროვნების აღდგენაში საუცხოოდ მინდა აღნიშნო ბატონო ბიძინას გამორჩეული სულიც ამ მიმართულებაშიც, იმიტომ რომ გადაშენების პირას ყოფი სახეობების აღდგენის დაფინანსება ყოველწლიურად რასაც ჩვენ ველური ბუნების სააგენტო ახორციელებს, რო არა ქართულს ხაფინანსური მხარდაჭერა ამ მიმართულებით ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. ეს ესტაფეტა სამინისტრომ ახლა უკვე სრულად გადაიბარა. შარშან ვაშლოვანის ნაკრძალში ხელოვნურად მოშენებული კავკასიური ქურციკის ოჯახები გაუშვეს გასამრავლებლად. პირველ ეტაპზე შემოღობილ სივრცეში, შემდეგ კი ველურ გარემოში გადაინაცვლებენ. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების აღდგენის პროექტი მოგეხსენებათ, რომ ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოს ტერიტორიაზე სრულად გადაშენებული იყო ეს სახეობა და მიმდინარე ეტაპზე უკვე 500 ინდივიდზე მეტი არის აი ამ აღდგენის პროექტის შედეგად. ჩვენ დღეს შესაძლებლობა გვაქვს ის ბიომრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოარჩევს, ფაქტობრივად გადაშენების პირას ყოფი სახეობები აღვადგინოთ და ველურ ბუნებაში გაუშვათ. ასევე მიმდინარეობს პროექტი ალგეთის ეროვნულ პარკში, კეთილშობილური ირმის აღდგენა, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო სპეციალურად მოწყობილ ვოლიერში მოხდა 9 ინდივიდის შეყვანა, რომელიც გამრავლების შემდგომ უკვე უზრუნველყოფთ ველურ ბუნებაში მათ გავრცელებას. კეთილშობილი ირმები თბილისის ზოოპარკში გამოზარდეს. მათ გამრავლების სისწრაფე ძალიან დაბალი, ამიტომ წლები ჭირდება, როგორც წესი, რომ მივახციოთ იმ რაოდენობას, როცა უშუალოდ უკვე აქედან ტყეში გადავლენ, ასე რომ ფაქტიურად ისინი დავაბრუნოთ ველურ გარემოში უკვე. გადაშენების პირას მყოფი კავკასიური ირები დაიწყო აღდგენა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახეობებთან ვიღებთ მსგავსი პროგრამები და შესაბამისად ვახორციელებთ მაქსიმალურად იმ ბიომრავალფეროვნების და იმ ბუნებრივი სიმდიდრის აღდგენას, რომელიც ჩვენს ქვეყანას მრავლად გააჩნია. კავკასიური ირმის საშენს ალგეთის ნაკრძალში 72 ჰექტარი ფართობი გამოეყო, რომელიც სრულად შემოღობილია და აღჭურვილია მონიტორინგის ელექტრონული სისტემებით. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ხდება წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ირმის
აღდგენა ალგეთის ტერიტორიაზე, ეროვნულ პარკში. ისტორიული დღე შეიძლება ითქვას. ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოს და ჩვენ მომავალშიც ვფიქრობთ, რომ მსგავსი ღონისძიებები განხორციელდეს ქვეყნის მასშტაბით და ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ბიომრავალფეროვნების აღდგენისთვის. ქართლის სინგვრები ქედები ხარაგაშლილები ჩვენ 2012 წლიდან დღემდე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. ფაქტობრივად გავაორმაგეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, გავაუმჯობესეთ მმართველობა. და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. რიგში კიდევ 6 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც ქვეყნის ბუნებრივ რესურსსაც იცავს და ეკოტურიზმსაც განავითარებს. ეს ეტაპი ბოლო 1 წელია რაც დაიწყო და ახალ ტერიტორიებზე უკვე 14 ტურისტული საცხოვრებელი და 500 კილომეტრის სიგრძის 40 ტურისტული ბილიკი მოეწყო, რაც 20 მილიონი ლარი დაჯდა. ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, რომელსაც ამ ეტაპზე 6 რეგიონში ვახორციელებთ, ეს არის გურიის, სვანეთის, რაჭის, კახეთის რეგიონებში. ამ გაფართოებით დაახლოებით დაგეგმილი არის 220,000 ჰექტარი ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა საქართველოში და ჯამში 1,150,000 ჰექტარს შეადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 16% წარმოადგენს. არათუ ნაკრძალის მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნაცმოძრაობის დროს რაჭაში დარიშხანის საწარმოო ნარჩენებისგან გათავისუფლებას ითხოვდა ხალხი და ეს შეუძლებელი იყო. არც ფული იყო კონსერვაციისთვის და არც ნება. ურავის ხალხისნაირად მოწამლული და გაუბედურებული არც ერთი სოფელი არ დარჩენილა. არც ლიხეთი, არც აბარი. ჩვენ ყოველდღიურად ვიწამლებით. და ამას თითოეული ვერავინ ვერ აგრძნობს ისე. ბრონხული ასთმა გვაქვს, ხო? ბრონხები ვტკივა, ეს ვთქვიო. რატო ვტკივა? რატო? რა კამფეტის ჭამამ გადგინა? იმ პრეპარატების ცეხია, რომელზედაც სუნი დირს იმისი და აი კარგი დამარხვა უნდა იმას. საბჭოთა პერიოდიდან მიტოვებული ამიაკის ქარხანა ურავში პატრონს 35 წელი ელოდა, რომელიც ადგილობრივების ჯანმრთელობასა და ტურიზმის განვითარებაზე იზრუნებდა და აი წელს გამოჩნდა. კეთდება სარკოფაგი, რომელიც იქნება 55,000 მეტ-კუბის მოცულობის. ამ ეტაპზე განხორციელდება ცანა 3-დან დარიშხანის დამეზურებული ნარჩენების განთავსება ამ სარკოფაგში, ხოლო მომავალ წელს ცანა 1-დან და ცანა 2-დან. აქ იყო შეგრეთ წოდებული მიშიაკის ქარხანა, აქ არის დაბინძურებული დარიშხანის შემცველი სახიფათო ნარჩენი. მოგესალმებათ, რომ ძალიან დიდი საფრთხეს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტს. მსგავსი ისტორიები რომ არ განმეორდეს, მოწესრიგდა კანონმდებლობაც. წიაღით სარგებლობა და უქვემდება ბარეთ გარემოზე მოქმედების შეფასებას, რაც ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ სწორედ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული წიაღით სარგებლობის ობიექტის, როგორც იდენტიფიცირების, ასევე მოპოვებული რესურსის მდგრადი განთავსებისა თუ ტრანსპორტირების თვალსაზრისით. შესაბამისად, ძვირადღირებული სარკოფაგების მოწყობა ეკოლოგიისა და ხალხის დასაცავად სახელმწიფოს აღარ მოუწევს და არსებულ რესურსს დანიშნულებით სრულად მიმართავს. მათ შორის დაცულ ნაკრძალებში ეკოტურიზმის გასავითარებლად. ამ ხრივ პარტნიორობის მემორანდუმი წელს ჩინეთთან გაფორმდა. გარემოს დაცვის მიმართულებებში განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ბიომრავალფეროვნების დაცვის შესაძლებლობა, ეკოტურისტული შესაძლებლობები, რომელიც აუცილებლად მოხდება თანამშრომლობის გაღრმავება ამ მიმართულებით და დაცული ტერიტორიების და ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობა. დაწყებულია თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომლის მიზანი ეკოტურიზმის განვითარებაა, რაც მიმდებარედ მცხოვრები თემების ფინანსურ მდგრადობას უწყობს ხელს. ამის მისაღწევად ვაშლოვანის ნაკრძალში რჩევებისთვის დაცული ტერიტორიების მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები მიიწვიეს და შესაბამისი დიპლომიც მიიღეს. დიპლომის მქონე დაცულ ტერიტორიებს აქვს ის, რომ მოსახლეობის ჩართულობა და მოსახლეობის სარგებელი გასცდეს მარტო იმას კი არა, რომ ვინც ვიღაც მუშაობს, თქვათ, ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერია ხელფასილებს, ხო? ამ ფარგლებს გამოსცეს და მის ფარგლებს გარეთ მოხდეს ეკონომიკური სარგებლის, ასე ვთქვათ,
გენერირება და განაწილება. ვაშლოვანი კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ალაზანსა და იორს შორის არის მოქცეული და ამის მიუხედავად მისი დიდი ნაწილი უდაბნოა, თუმცა მდიდარია მიწისქვეშა წყლებით. მათი ერთი გამოვლინება ტალახის კრატერებია. წლების წინ ვაშლოვანში კავკასიური ლეოპარდი გამოჩნდა. მას ნოე დაარქვეს და ეს ფართოდ გაშუქდა. შედეგად ვაშლოვანის ტურისტული და სამეცნიერო მიზიდულობა გაიზარდა. ეს იყო დასტური, რომ ლეოპარდის მცირე პოპულაცია თუშეთის მთებში ჯერ ისევ არსებობს და ნოეც იქიდან ჩამოვიდა. ნაჩხუბარი იყო, ყური ქონა გაგლეჯილი და მათ ესეთი ცხოვრების წესი აქვს, მამრები ჩხუბობენ და შესაბამისად ის მამრი, რომელიც იმარჯვებს, რჩება იმ ტერიტორიაზე და ის მამრი, რომელიც მარცხდება ამ ორთა ბრძოლაში, გადის ამ ტერიტორიიდან. აი ესეთი დამარცხებული მამრი ინდივიდი შემოვიდა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ლეოპარდი მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ლეოპარდი ალგეთის ნაკრძალში გამოჩნდა. ვიდეო ხაფანგმა ის ირმების საშენის ღობესთან დააფიქსირა და ასევე რამდენიმე ფოტო ხაფანგშიც მოჰყვა. ალგეთელი ლეოპარდი 250 კილომეტრით დაშორებული ვაშლოვანელი ნოე ცხადია ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ეს ნიშანია, რომ სწორი პოლიტიკის შედეგად ისტორიული ვეფხვის საქართველოს უბრუნდება. საქართველოს ნაკრძალებს შორის ყველაზე დიდი თუშეთის დაცული ტერიტორიაა, სადაც ბიომრავალფეროვნებას ეთნოგრაფია ორგანულად ერწყმის და ორივე დაცულია. თუშეთის დაცულ ლანდშაფტს წელს 2300 ჰექტარი ფართობი შეემატა. მალე დასრულდება ჯუთა-როშკა ომალოს დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი. ერთი რაც თუშეთში ტურიზმს აფერხებს რთული გზაა. ქვეყნის ყველაზე მაღალ ნიშნულზე მდებარე სერპანტინი სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალომდე 70 კილომეტრზე გრძელდება. გზა ვიწროა, ამიტომ მისი გაფართოება დაიწყო, რაც 2026-ში დასრულდება. შედეგად თუშეთში მეტი ტურიზმი და შემოსავალი შევა. წელს იქ ყველა ოჯახს წყლის გამაცხელებელი მზის ბატარეები გადაეცა. მოწესრიგდა სასმელი წყლის სისტემა, აღეჭურვა სამედიცინო ცენტრი, დაფინანსდა სათბურები, დარიგდა სათესლე მასალა და აგროინვენტარი. ფართოვდება გაზიფიცირების პროგრამაც და მას ტყის დაცვის დანიშნულებაც აქვს. გაზიფიცირების პროგრამა, რომელმაც პრაქტიკულად მოიცვა უკვე მთელი საქართველო და ვიცით, რომ არის გეგმა, რომელთა დასრულდება ეს გაზიფიცირების პროგრამა, იქნება ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ შეშაზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობის მხრიდან და ეს მით უფრო საშუალია, რომ გლობალური დათბობის შედეგები სულ უფრო ხილული ხდება და ადამიანის მიერ შექმნილ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს. ამ პროცესის შესასწავლად და რეაგირების დასაგეგმად მთავრობამ მსხვილი შვეიცარიული კომპანია დაიკირევა. ფრთხილების სისტემების დამონტაჟება, რომელიც შესაძლებლობას მოგცევს ესა თუ ის კატასტროფა ავიცილოთ თავიდან. პირველადი კვლევა ამასთან დაკავშირებით დასრულებული არის, მიმდინარეობს დამატებითი დაკვირვების სამუშაოები და ეს გვაძლევს უკვე იმის შესაძლებლობას დავიგეგმოთ თანმიმდევრულად. საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი გეოდეზიური თუ გეოფიზიკური კვლევების სამეცნიერო-ტექნიკური რესურსი ნაცმოძრაობის პერიოდში განადგურდა. ლაბორატორიები დაიხურა, შენობები კი გაიყიდა და ნულიდან აღდგენა გახდა საჭირო. ნაციონალური მოძრაობის დროს ჩვენ ვიცით, რომ ასე ვთქვათ, სისტემურად განადგურდა სფერო. დღეს პრაქტიკულად მთელ საქართველოში უკვე აღდგენილია კვლევისა და დაკვირვების სისტემები, მაგალითად დედაქალაქში დღეს უკვე გენერალურ გეგმაზე ფენად არის დადებული გეოლოგიურად აქტიური ტერიტორიები, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის პროცესში გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელსაც ესა თუ ის უბანს შეიძლება ახასიათებდეს. ტექტონიკური საფრთხეების აღკვეთის გარდა, თბილისში გაშლილი ინტენსიური მშენებლობა ჰაერის დაბინძურების რისკებსაც ქმნის. ურბანიზაცია ეკოლოგიისთვის გლობალური გამოწვევაა და მასთან განკლავება ცხადია თბილისსაც უწევს. ურბანიზაცია არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ანუ ჩვენ ადამიანი ვართ, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც მიდრეკილი ვართ მუდმივად განვითარებისკენ, სულ გვინდა მეტი ტერიტორია, მეტი ასე ვთქვათ რესურსები და ჩვენ წარმოვადგენთ ჩემი აზრით ყველაზე დიდ გამოწვევას ბუნებისთვის და ალბათ ყველაზე სწორი იქნება ადამიანი თუ ვისწავლით ამ თანაცხოვრებას. საწარმოო და ავტოპარკის გამონაბოლქვის კონტროლმა შედეგი უკვე გამოიღო. თუმცა ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მუდმივი პროცესია, რაც ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამოცანაა.
თბილისში ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით 25%-ით გაუმჯობესდა ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებებით. ბოლო რამდენიმე წლის შედეგი არის. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰაერის საკვლევის სადგურების ქსელი და უკვე ყველა ქალაქი, ასევე მსხვილი დასახლებული პუნქტი მოიცვა. AirGo-G-ზე ჰაერის ხარისხის შემოწმება 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. დიდ ქალაქებში განსაკუთრებით შორის რუსთავში მუდმივად იზრდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ამზომელი შესაბამისი სადგურების მონტაჟი, რომელიც ფაქტობრივად ყოველწუთიერ რეჟიმში გვაძლევს საშუალებას ვიცოდეთ, რა ტიპის ჰაერის დაბინძურებაზე არის საუბარი. ბრიუსელის მეხუთე კოლონა, რომელიც ნებისმიერ სფეროში გაჩენილ დიდ თუ პატარა პრობლემას პოლიტიკური დემარშისთვის იყენებს, გარემოს დაცვის საკითხებზე დიდი ხანია დუმს. მიზეზი არ მისცემია და აი ამ დღეებში ხმაური ჰაერის ხარისხზე ატეხა. გინდათ გაჩვენოთ ისეთი თბილისი, რომელსაც არ მოსწრებია არავინ, ვინც კი აქამდე იცხოვრა. აი, სმოგი. ეს არის ჰაერის დაბინძურება, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ცალია მარტო ცემისთვის, დაჭერისთვის, რავი, ერთმანეთის გაჩალიჩებისთვის. ძნელია ჰაერში მტვერი რუსთაველზე წესრიგის დამრღვევთა დაკავებასთან დააკავშირო. თუმცა კაცი, რომელიც უსტვენს, ასე არ ფიქრობს და ნაცმოძრაობის შექებასაც კიდევ ერთხელ იმსახურებს. ზურა ბალანჩივაძე. ეს არის სუპერ მსტვენელი, ეს არის ზენიჭიერების მქონე ადამიანი. ზენიჭიერი მსტვენელი ამჯერად თავის პოსტში ამტკიცებს, რომ გამოცდილი გარემო დამცველია. თუმცა ასე რომ იყოს, AirGo-G-ზე ნახავდა ინფორმაციას, რომ მტვრის ნაკადი საქართველოში გარედან შემოვიდა და მთავრობა არაფერს შუაშია. რამოდენიმე დღის მათ შორის დედაქალაქში რუსთავში საქართველოს ტერიტორიების ძალიან დიდ ნაწილზე იყო ძალიან დიდი დამტვერიანება ჰაერში, მცირე ნაწილაკების, თუმცა ეს არ იყო ადგილობრივი პრობლემა, ასე ვთქვათ, ეს იყო რაც გულისხმობთ რესტორანს სასაზღვრო პრობლემა, როცა უდაბნოდან შემოვიდა ეს ყველასთან, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან საზიანოა, თუმცა აქ ჩვენ არაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ. შეგვიძლია ნაც აქტივისტის გამოხდომაზე უბრალოდ გავიცინოთ და გადავერთოთ პრობლემაზე, რომლის გადაჭრა მთავრობის რეაგირებას მართლაც ითხოვს. ერთი ასეთი კი უთუოდ პლასტიკის ნარჩენებია. პირველ რიგში ეს არის დაბინძურების ნაწილში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამის დეგრადაცია რამდენიმე საუკუნე ჭირდება და მეორე მხრივ ეს არის ორგანიზმში მოხვედრა და ჯანმრთელობის კუთხით ბევრი ძალიან მძიმე დაავადების მაპროვოცირებელი და შთამომავლობაზე ისახება იმდენად მძიმე არის ამისი შედეგები. პრობლემის მოგვარების სტრატეგია მსოფლიო ბანკთან თანხმდება და მისივე ჩართულობით განხორციელდება. შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფიც. ეს რა თქმა უნდა ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის პლასტიკის გარემოდან ამოღების თვალსაზრისით, თუმცა ამ შემთხვევაში მეტწილად აქცენტი გაკეთდა ისეთ ერთჯერად პლასტიკის პროდუქციაზე, რომელიც ასე ვთქვათ ცხელ სითხესთან შეხების დროს გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და რეალურად საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით პირველ ეტაპზე ერთჯერადი პლასტიკის ნაწარმის აღკვეთა უნდა მოხდეს. საქართველოში ყოველწლიურად პლასტიკის 615 მილიონ ერთჯერად ჭურჭელს მოიხმარენ. მე მინდა მადლობა გადაუხადო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ასეთი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და აი მძირეულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის. ჩვენ ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ რა თქმა უნდა ის რაც ჯანმრთელობისთვის მავნეა, არც ბიზნესისთვის არის ხელსაყრელი. სამინისტრომ კი ცალკე ბიზნესთან დაიწყო კონსულტაცია. ცალკე საზოგადოებისთვის წამოიწყო განმარტებითი კამპანია. პირველი იანვრიდან ფაქტობრივად უკვე შეწყდება იმპორტი და პირველი აპრილიდან უკვე რეალიზება შემოსული ქვეყანაში ერთჯერადი ჩანგლების, დანების, ჭიქების, თევშების და ასე შემდეგ რაც არის და რაც ყველაზე მთავარია ეტაპობრივად ახლა უკვე ბიზნესის მაქსიმალურად ამოიღებს პლასტიკატის ხმარებას, მათ შორის შემოღებული იქნება შუში ჭურჭელი ან მუყაოს ჭურჭელი მაქსიმალურად. პლასტიკის ადგილობრივ საწარმოებს კი სათანადო დრო მიეცემათ და ასევე დახმარება, რომ პროფილი შეცვალონ. წარმოებები არის საქართველოში ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია და პროცესში არის გრძელვადიანი გადაწყობის სტრატეგია, ასე ვიტყოდი, სადაც ჩანაცვლება პლასტიკის წარმოება ჩანაცვლებს კერძო სექტორი პლასტიკს ბუნებასთან დეგრადირებადი პროდუქტით იმპორტის შემთხვევაში პირდაპირ ჩანაცვლება. და მაინც ერთჯერადი პლასტიკის პროდუქციას მთლიან ნარჩენებში მხოლოდ 3% უკავია. პლასტიკის პრობლემა კი მთლიანობაში უფრო დიდია.
ჩვენ გვრჩება ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, ეს არის შეფუთვის ნარჩენები. მარტივად რო აღვიქვათ, ეს არის ნაგავსაყრელებზე არსებული ნარჩენების 90%, რომელთა ენერგიათ გარდაქმნის ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ერთის კუთხით, ასე ვთქვათ, აღარ იქნება საჭიროება იმისა, რომ ბევრი ახალი ნაგავსაყრელი აშენდეს, არამედ ეს პროდუქტი, უკვე პროდუქტი, ანუ ნარჩენი, რომელიც პროდუქტად შეიძლება გარდაიქმნეს, მეორად წარმოებაში შეიძლება და მეორად წარმოებაში შეიძლება გავუშვათ. ნარჩენების ენერგიად გარდაქმნაზე წლებია საუბარია. ნაცმოძრაობამ კი ბევრი იძახა საქმე ლაპარაკის ნაცვლოდო, მაგრამ ეს თემა საქმედ ვერასდროს აქცია. საკმარისი ფული არ ჰქონდა, ან ვერ გაიმეტა. სინამდვილეში კი სწორი მიდგომით ამ პროექტს შესაძლოა კერძო ინვესტორიც გამოუჩნდეს. საქართველოში გონიათ, რომ გარემოს დაცვითი პასუხისგებლობა ცალსახად მხოლოდ და მხოლოდ ხარჯია. და არა, ანუ სოფლიოში სხვადასხვა ბიზნესის გამოცდილებას გვაჩვენებს, რომ შენ შეგიძლია ბევრი ეკონომიური საქმიანობა მიმართო გარემოს დაცვისკენ. და თქვა ნარჩენების მართვა იგივე თემა არის. და თუ ასეთი კომპანია ადგილზე არ არის, უცხოეთშიც მოიძებნება. თუმცა ამას უკვე მთავრობის ერთობლივი მუშაობა სჭირდება, რაც ჩვეულ პრაქტიკად ისედაც იქცა. ზუსტად აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ფაქტობრივად ყველა მემორანდუმები, ყველა ხელშეკრულებები, რომელიც შევძლებთ წლის განმავლობაში გახორციელებული იყო ბატონი პრემიერის მხარდაჭერით გახორციელებული და ინიციატივით და ჩართულობით თავისთავად ცხადია და ეს რომ არა მის მხარდაჭერა შეუძლებელი იქნებოდა და ამიტომ სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა ქვეყანაში ეტაპობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. და ეს საფეხური სახელმწიფო ძალისხმევის უკუგებაა, რომლითაც მოგვარდა პრობლემა, გაუმჯობესდა გარემო. და ახლა თავისი წილი საქმე ბიზნესმა უნდა აკეთოს. ისევე როგორც ხალხმა საკუთარ გარემოზე იზრუნოს. არ მოჭრას ხე, რომელიც დაურგეს, არ აფეთქოს მდინარე, რომელიც გაუწმინდეს. არ მოკლას ირემი, დაიცვას საქართველო.